ზესტაფონის მუნიციპალიტეტში თვრინი ალავერდის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაოს შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად დაიღუპა მძღოლი და მისი მცირეწლოვანი შვილი. ავტომობილის მგზავრი ქალი და ამავე ავტომანქანაში მყოფი ბავშვები, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ზესტაფონის კლინიკებში გადაიყვანეს, საიდანაც ისინი, როგორც გავარკვიეთ, ქუთაისის სამედიცინო ცენტრში გადაამისამართეს. რაც შეეხება ავტოსაგზაოს შემთხვევაში მონაწილე მეორე ავტომობილის მძღოლს, ის მსუბუქად დაშავდა და შესაბამისი სამედიცინო დახმარების შემდეგ ჯეო ჰოსპიტალსიდან ბინაზე გაწერეს. ჩვენ დაუკავშირდით კლდეეთის დეპუტატ სოსო ჯანიაშვილს, რომელსაც მომხდარი ავტოსაგზაოს შემთხვევის შესახებ ასევე მწირი ინფორმაცია აქვს.Ურად მიდიოდნენ ხარაგაულში და მძღოლი არის გარდაცვლილი, რომელიც არის პავდათელი და ბავშვი არასრულწლოვანი სავარაუდოდ ხვდანაც და ამის გარდა მგზავრები იყვნენ კიდე, რომელიც დაშავებულები არიან და მიტობაჭი და გარკვევა რომ უკანონო მდგომარეობაში იყვნენ დანარჩენი გვარები და ისინი არ ვიცი. ავტოსაგზაოს შემთხვევა 26 ივნისის საღამოს დაახლოებით 9 საათისთვის მოხდა. ქართული სიმღერის კონკურს ფესტივალის სხვა საქართველოს ადარის მეცხრე სეზონის შედეგები შეჯამებულია. სოლო სიმღერის ნომინაციაში ზესტაფონის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ ანა არევაძემ მეორე ასაკობრივ კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა. პედაგოგი თეა მიქაბერიძე. ასევე წარმატებას მიაღწია ამავე სკოლის მოსწავლეების თინათინ და გაბრიელ ჯუღელების დუეტმა. მათი პედაგოგიც თეა მიქაბერიძეა. შეგახსენებთ, კონკურსის შესარჩევი იმერეთის რეგიონული ტურის ზესტაფონში ვარინკა მაჭავარიანი წერეთლის სახელობის თეატრონზე გაიმართა. კონკურს კომპეტენტური ჟიური ადევნებდა თვალყურს. ორგანიზატორების თქმით, სხვა საქართველოს სადარის ეროვნული ფოლკლორისა და ზოგადად ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ემსახურება. არის საქართველოში დაბადებული ბავშვის გენეტიკური კოდი, ხო, ამიტომ ამ კოდს ჭირდება პროვოცირება, ჭირდება მიწოდება და შემდეგ ბავშვი თავად პოულობს თავის ადგილს ქართულ სიმღერაში, ქართულ სიმღერასთან მიმართებაში. ამიტომ ყველა ასეთ კონკურსს, სადაც პოპულარიზაციას უწევენ კონკურსის ორგანიზატორები, პედაგოგები, მათთან ერთად მშობლები, ჩვენს ამ არაჩვეულებრივ ტრადიციულ ქართულ სიმღერას მე დღესდღეობით ბევრად უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე რაიმე დაუშვათ აპრობირებული და ცნობილი ფორმატი, რომლითაც დღეს სავსეა სატელევიზიო სივრცე. ზოგადად ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, რომ ისეთ ადგილას აღმოჩნდები ხოლმე, სადაც შეიძლება არც ვიფიქრო, რომ იქ ჩემი ადგილია, მაგრამ ღმერთი ყოველთვის მაგზავნის ასეთ ადგილში და სხვა საქართველოს სადარი მთელი თავისი არსით, თავისი შრომით და ძალისხმევით არის ის ადგილი, სადაც უბედნიერესად ვზნობ თავს. უღრმესი მადლობა, რომ ამ ყველაფრის მონაწილე გავხდი, ძალიან დიდი მადლობა მაიას და ჩვენ მოვისმინეთ მთელი საქართველოს მასშტაბით კონკრეტულად წელს უამრავი ბავშვი, უამრავი შემსრულებელი, უამრავი მასწავლებელი გავიცანით და გარკვეული რეკომენდაციები გავწიეთ და რა ვიცი, ძალიან სასიამოვნო პერიოდი გამოვიდა. ძალიან სასიამოვნო დღეები გავატარეთ და ზოგადად პროექტის არსი იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა ან ვინმე წარმოუდგენლა. წარმატებებს უსურვებთ სხვა საქართველოს ადარის და კიდევ მრავალი წელი აგვენიშნოს მარნეულში და გვემღეროს იქ, სადაც საჭიროა. და ბათუმში, ხელვაჩაურში ვიყავით წასულები გოგონების შეჯიბზე, ავიღეთ ერთი პირველი, ერთი მეორე და ხუთი მესამე ადგილი დავიკავეთ. მე დავიკავე პირველი საპრიზო ადგილი და გახარებული ვარ ჩემი წარმატებით და შევეცდები, რომ შემდეგში როცა წავალ, უფრო კარგი შედეგები დავდო და უფრო გავაუნჯობესო ჩემი შედეგი. მეორე ადგილი ავიღე, ვიჭიდავე 4 შეხვედრა და შემდეგ შეჯიბზე გამოვასწორებ და ავიღე პირველ ადგილს.
ხელოჩაურში ჩატარდა ნანი კირკიტაძის ტურნირი. გოგოებმა მივიღეთ მონაწილეობა ზესტაფონიდან, წამოვიღეთ მედლები, 1-2 ადგილი, დანარჩენი მესამე ადგილები. ჩემი შედეგით ყოფილი არ ვარ, იმიტომ რომ ვემზადებოდი ამ შეჯიბრისთვის და მეც ველოდებოდი, დავიკავე მესამე ადგილი, მაგრამ ვეცები რომ მომავალში გამოვასწორო. ერთი წელი რაც დავდიოდი და პირველი საჯიბრი იყო ჩემი და 3 მოვიგე და 1 წავაგე და დავიკავე 3 ადგილი და მე მინდა რომ ბევრი ვიშრომო და დავიკავე პირველი ადგილი. ანა მარია კამლაძე პირველი საჯარო სკოლის მე-10 კლასელი დეკლამატორთა კონკურსის გამარჯვებულია. შენ სისხლოდ ჩემო მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში გაიმართა და მასში რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დეკლამატორთა კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილება ზესტაფონელი გოგონასთვის მეორე გამარჯვებაა. ამავე კონკურსზე ის შარშანაც უპირობო ლიდერი იყო. წლევანდელი წარმატებით კი ანა მარიამ ფაქტიურად დუბლი გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ დეკლამატორთა კონკურსში მეორე ადგილი ასევე ზესტაფონელმა გიორგი ბოგვერაძემ დაიკავა. პარალელურად საჩხერეში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსიც. სხვათა შორის არ ველოდებოდი პირველი ადგილის აღებას. იმიტომ რომ წინა კონკურსისგან განსხვავებით ამ კონკურსში კონკურენცია უფრო მაღალი იყო. იმიტომ რომ ბავშვები თითქოს იქ მიციყვნენ, ჯერ რიცხობრივად უფრო მეტნი იყვნენ, თან უფრო მობილიზებულები იყვნენ და დეკლამატორები ყავდათ ძალიან მართლა რომ გაგიჭირდება რომ აარჩიო იქიდან საუკეთესო მართლა ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ. ჩართულობაც მაღალი ჰქონდათ ამ ბავშვებს და აქედან გამომდინარე მოლოდინი იმის რომ პირველ ადგილს ავიღებდი არ მქონია არც შარშან და არც წელს. თუმცა არ ვიცი რა დამემართა სიმართლე გითხრათ, უბრალოდ ეთყობა ძალიან შევედი ემოციაში და ამ ემოციამ გადაძალა ეს ყველაფერი და ვთვლი რომ უბრალოდ ამის დამსახურებაა, უბრალოდ მე ვთქვი ჩემი სათქმელი თქვი ის მართალი სიტყვა რომლის თქმას მინდოდა და ალბათ ეს იყო რამაც მე პირველი ადგილი მომიტანა და ვთვლი რომ არა მარტო მე, არამედ სხვასაც რომ ესე გაეკეთებინა და მართლა გულწრფელი მართალი სიტყვა ეთქვა და რაღაც ბუნებრივი ყოფილიყო, ვთვლი რომ ისინიც აიღებდნენ პირველ ადგილს და გაინაწილებდნენ სხვა ჯილდოებსაც. ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სულიერი მასაზრდოებელია ჩემთვის, როგორც თეატრი, ასევე ლექსები. ძალიან მომწონს, რომ ვკითხულობ მართლა მშვიდდები და ძალიან თავისუფლად ვარ, რომ ვკითხულობ ლექსს, მგონია რომ ყველაფერი მავიწყდება და რაც შეეხება როდის აღმოაჩინე ესეთი აღმოჩენა არასოდეს არ გამიკეთებია, უბრალოდ ყველაფერი რაღაც ძალიან შემთხვევით მოხდა შარშანაც და წელსაც, უბრალოდ შარშან ძალიან შემთხვევით მოხდი წელსაც რაღაცა და თურმე ესე შემთხვევით, როდესაც ნაბიჯებს გადადგავ, აღმოჩნდება და აღმოაჩენ იმ ნიჭს და შესაძლებლობებს, რომლებიც გააქვს. ეს იყო უბრალოდ შემთხვევითობა, თორემ ახლო კავშირს ისე ლექსებთან სულ გრძნობდი სკოლაშიც, როცა პატარა ვიყავი. ძალიან მომშვიდებს და სიამოვნებს უბრალოდ რასაც ვაკეთებ. ვთვლი რომ დამეხმარება ბევრ რამეში, დამეხმარება იმაში, რომ მოუძებნო ჩემი თავისუფალი სივრცე, რაც არის ჩემი ფანტაზია და გონება და ამას ავითარებს ლექსების კითხვა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და როდესაც ლექსს ვკითხულობ წერილის დაწერილ სიტყვებში, ჩემს გონებაში, როგორც მე მიმაჩნია სწორად, წარმოვიდგენ იმას თუ რატომ ამბობდა ამას, რისთვის ამბობდა და როგორ ამბობდა, რისი თქმა უნდოდა, რა მდგომარეობაში წერდა ამას. ამის წარმოდგენა მეხმარება სიმშვიდეში, როგორც აღმოჩნდა უკვე გამარჯვებაში და წინსვლაში და ამასთან ერთად არის ჩემი თავისუფალი სივრცე და ვთვლი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.